საქართველოში მეათე ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2025 გაიმართება, რომელიც ინტერნეტის განვითარების, უსაფრთხოების და მმართველობის საკითხებზე მთავარ სადისკუსიო პლატფორმას წარმოადგენს. რა მნიშვნელობა აქვს GeoIGF-ს საქართველოსთვის და რა არის წლევანდელი ფორუმის მთავარი აქცენტები, რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი და რა გამოწვევები და საჭიროებებია ხარისხიანი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ინტერნეტის განვითარების კუთხით ჩვენს ქვეყანაში. თემაზე სტუმართან მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელთან უჩა სეთურთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონო უჩა, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადებით. GeoIGF უკვე მეათედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მრავალმხრივი პლატფორმა, ალბათ დამეთანხმებით, რომელიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს უყრის თავს და რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს თუ რასთან გვაქვს საქმე, რა საკითხები განიხილება და რა ღირებულება იქმნება. მადლობა საკითხის საინტერესოებისთვის. ესალმები მაყურებელს. აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ქართულ ვერსიას გაეროს ანალოგიური პლატფორმის, რომელიც წარმოადგენს მასთან აფილირებულ, მასთან დაკავშირებულ პლატფორმას ჩვენ ქვეყანაში ეროვნულ დონეზე და ის აერთიანებს 5 დაინტერესებულ ჯგუფს, რომელიც ჩართული არის ინტერნეტის, როგორც ასე ვთქვათ, თავისუფალი პლატფორმის მართვის პროცესში, მისი პოლიტიკის განსაზღვრის და ასე შედგომ ამ სხვადასხვა მიმართულებებით, რომ თავისი ხმა მოიტანოს ინტერნეტის განვითარებისთვის, როგორც არის აკადემიური სექტორი, მაგალითად, როგორც არის ბიზნეს სექტორი, როგორც არის იგივე სახელმწიფო სექტორი, რა თქმა უნდა, ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავს და აღასრულებს. ანუ 5-ვე სექტორი ჩართულია ამ პროცესში, ის განსაზღვრავს დღის წესის ყოველწლიურად და ეს დღის წესი, რომელიც წარმოდგენილია, სწორედ აი ამ ჩართულობის შედეგად იყო შედგენილი და განსაზღვრული. წელს ჩვენ გვაქვს 5 სესია, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი სესია, რომელიც შეეხება დაწყებული, ასე ვთქვათ, პირველი ინტერნეტის მომავალთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრების ჩართულობით პირველი სესია და ძალიან საყურადღებო, რომელიც წარმოადგენს, ასე ვთქვათ, მომავალი 5-10 წლის განმავლობაში რა ხედვები არსებობს სხვადასხვა რეგიონში, ხედავთ იგივე მენას რეგიონს, ხედავთ აფრიკის რეგიონს, ხედავთ ევროპის რეგიონს, ასე ყველაზე მთავარია ჩვენთვის. მათი, ასე ვთქვათ, ხედვები იქნება და პერსპექტივები ისე როგორც გაეროდან იქნება ჩართო პირდაპირ მიმართულებით. ისევე გვაქვს საკმაოდ აქტუალური და ასე ვთქვათ, ძალიან სწრაფად განვითარებადი მიმართულებით არის ხელოვნური ინტელექტის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ სწორედ ეთიკურ საკითხებს უკავშირდება, იმიტომ რომ იგივე ევრორეგულაციებით ისეთი მიმართულებები ხელოვნური ინტელექტის, რომელიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება, ჩვენ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და თუ რეგულაციას რაღაც ეთიკურ ნორმების დადგენას, მაინც თუმცა რეგულაცია ალბათ უმჯობესი იქნებოდა. ისევე არის საკითხები, რომელიც შეეხება ქსელის განვითარებას, კიბერუსაფრთხოების საკითხებს და ასე შემდეგ. ანუ რომ საკმაოდ საინტერესო და აქტუალური პლატფორმა რაც ყველაზე მთავარია დღეს, ხელი პლატფორმა. ამიტომ თერთმეტში ველოდებით ჩვენ სტუმრებს, რეგისტრაცია ღიაა და რამდენი წარმომადგენლობითია სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, საერთაშორისო სტატუსი აქვს ამ ფორუმს, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, ვის შეუძლია დასწრება და ასევე ფორმატიც საინტერესოა. ფორმატი იმართება საკონფერენციო სივრცეში, ჩვეულებრივ ღია სესიების სახით, უბრალოდ საჭიროა რეგისტრაცია, რომ ფორუმზე მოხდეს ეს თქვა სტუმრის დაშვება, მეტი არაფერი. IGF.GR არის ჩვენი საიტი, რომელიც ღია და 2 დღე კიდე რეგისტრაციისთვის. და ყველა ნებისმიერ სტუმარს, ვინც დაინტერესებულია განსაკუთრებით აქტიობა იგრძნობა წინაგრეში სტუდენტების მხრიდან, ვინც ამ თემაზე მუშაობს და უშუალოდ შედგომაგზებს სამმართველობით მუშაობას, ვინც რა თქმა უნდა ფორუმის წევრები არის დაახლოებით 40-მდე ორგანიზაცია, ისინი დაესწრებიან, ისე როგორც ბიზნეს სექტორი, ასე რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ნეტვორკინგის საშუალებაც არის ამის თემას მინდოდა, შესაძლოა ნახავთ იქ, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, ვინც გავლენიანია ჩვენთვის ამ სფეროში. კი ბატონო, ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე არის ხელმისაწვდომობა და ბაზრის გახსნა, ხომ ასეა? აქედან გამომდინარე, სწორედ მინდა გკითხოთ, რამდენად კონკურენტულია ბაზარი და გლობალურ რუკაზე, ვთქვათ, საქართველო როგორ იკითხება? იცით როგორ რაღაც ჩვენ შევიდა ვთქვათ 25 წელს დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევების ნაწილი, რომლებიც ევროკავშირის ევროპელი ექსპერტების ჩართულობით არ მხოლოდ იყო წარმოებული ბოლო დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში. მარეგულირებელ კომისიას ეხლა უკვე აქვს, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები, ნახევრად ზაპროდუქტი იმის, რომ ეს რეგულაციები დანერგოს უკვე ჩვენ ცხოვრებაში. რომელიც ძალიან აქტუალურია და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, შედასაშუალო ბიზნესი ძალიან დამოკიდებული კონკურენტულ ბაზარზე. ამიტომ ამას დაახლოებით ალბათ 2-3 თვე მაინც დაჭირდება მინიმუმ. ასე რომ ისეთი ნაწილები, რომელიც უშუალოდ ინტერნეტს უკავშირდება, როგორც შეიძლება დაშვებას, აბონენტამდე მისვლას, გლობალურ ინტერნეტთან წვდომას, უკვე იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ
უფრო უკეთეს ფასებს, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ არსებითად შეიცვალოს ინტერნეტის ხარისხი. მათ შორის შეგვიძლია თქვათ, რომ შეიძლება გააორმაგდეს გლობალური ინტერნეტის სიჩქარე და ეს შეიძლება მომხმარებელმა ნაკლებად იცოდეს, თუმცა არსებითი პარამეტრები ხარისხობრივი მომხმარებლად სულისხობ იმ ინტერნეტს, რომელსაც სახში იღებს მომხმარებელი. ასე რომ დარჩა დაახლოებით 2-3 თვე, ეს უკვე ჩვენ ცხოვრებაში დაინერგოს, ამას ველოდებით უკვე ძალიან აქტიურად. ალკოჰოლის ცვლილებები ამ კომისიაში, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს პერიოდი არ გადაიწევს და მალე მივათ უკვე აი ამ რეგულაციებამდეც. მცირე და საშუალო ოპერატორების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონში, როგორც თქვენ თავად აღნიშნეთ. მე მინდა გკითხოთ მთავარ გამოწვევებზე, რაც იქნება, რა თქმა უნდა, განხილვის თემაც ფორუმზე. თქვენ ნაწილობრივ ახსენეთ, მაგრამ აი უფრო მეტად რომ ჩავშალოთ. გამოწვევები, რაც აისახება რიგით მომხმარებლებზე და რისი რეალურად გადაჭრის შესაძლებლობა არსებობს მოკლე პერიოდში. მომსახურების ხარისხი პირველ რიგში ალბათ და ის საერთაშორისო შეერთებების ფასები და ხარისხი, რომელიც ერთ-ერთი მომსწრებელი მეც გახლავართ ამ სესიაზე, ამ თემებით უნდა წავსვხე და აუდიტორიასთან და მივიტანა ასე თქო ეს ხმა. მნიშვნელოვანი არის ასევე იგივე კონკურენციის საკითხები რეგიონებში, დემპინგების საკითხები, რომლებიც ნაწილობრივ მოწესრიგდა, თუმცა მაინც სამწუხაროდ არის შემთხვევები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს მსვლელად რაღაც თვითონ ბაზის დაშლისკენ არის მიმართული სპეციალურად, არის გამოწვევებით, რომელიც რა თქმა უნდა დაიძლიოს და სწორედ ამ გამოწვევების რაღაცა დაახლოებით 7 არსებითი გამოწვევით ხდება ჩვენი წარდგენა ამ ფორუმზე. კი ბატონო, სახელმწიფოს ჩართულობაზე მინდა გკითხოთ, რამდენად აქტიურია და რამდენად თქვათ რელევანტურია ის ნაბიჯები, რაც იდგმება მათი მხრიდან. თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეულ საკითხებში უმჯობესი იქნებოდა რეგულაციები. ამ მიმართულებით თქვათ, როგორია თანამშრომლობის ხარისხი? იცით, რომ არ გავასწროთ ჩვენ აი ავიღოთ თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ნაწილი, რომ არ გავასწროთ მოვლენებს. დაახლოებით 2 წელია დაიწყო ეს პროცესი რეგულაციების მიმართულებით, იმიტომ რომ თუნდაც ევროკავშირმა უკვე მიიღო დირექტივა, რომელიც ამ საკითხებს შეეხება და არ იყო იმდენად აქტიურად ეს საკითხი ჩვენთან ისეთი აქტუალური ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში რაღაც აფეთქებას დაემსგავსა თქოს ეს ყველაფერი და ძალიან აქტუალური გახდა დღეს. ამიტომ ალბათ სასურველი პროცესი უფრო დაჩქარდეს და რაღაც ვიცი ეს პროცესი მიმდინარეობს და კომისია შედგენილია ამართლეთ, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, რომ რეგულაციის მიმართულებით რაღაც უკვე კანონი ქონდეს ალბათ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სავარაუდოდ. ეს ნაწილი რაც შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება კონკურენციის საკითხებს მოგახსენეთ და ამ მიმართულებითაც იგივე ველოდებით ოპერატის პროექტის დასრულებას, რომელიც რაღაც ბოლო სტადიაზეა უკვე და არსებითად უკვე ჩართულია და ესეც არსებითად ამ წლის ბოლოს და დასრულდეს სრულად ხსენით, გრიზთან შეერთება უკვე საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბრობთ. ამას დიახ, ლოგინ ჯორჯიას პარკებში შეკეთებულ საყოველთაო ოპერატის პროექტს გულისხმობ, რომელიც ვიყენებ და რასაც საქართველოში თქვა ყველაფერი თითქმის ჩართული გვაქვს. დარჩენილია გრიზთან შეერთების აი ბოლო აკორდები, ასე თქვა, გადადუღება ქვია მას ფიზიკურად, წვერების ერთმანეთთან აესენია დარჩენილი და ამიტომ 2026-ში ალბათ გადამტეხი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს რეგულაციები რაც ეგრე ვთქვით, იგივე ოპერატის პროექტი ჩვენი მიმართულებით ყოველ შემთხვევაში ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით ძალიან ბევრი ცვლილებები უნდა იყოს. ბატონო უჩა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026-ში ხელმისაწვდომობის საკითხი იქნება სრულად დაფარული და აქედან გამომდინარე უკვე უსაფრთხოებასა და ხარისხზე გაკეთდება გაცილებით მეტი აქცენტი. ამ მიმართულებით არის კიდევ სხვა პროექტი, ესე ვთქვათ, სხვა კვლევა, რომელიც შეეხება უკვე ეგრეთ წოდებული თეთრი ზონების დაფარვას. თუმცა ამ საკითხში მე ხა ვთქვათ ვერ გამოგადგებით სპიკერად, იმიტომ რომ ეს ვიცი ინფორმაცია, თუმცა არა ვარ გარკვეული ბოლომდე ყველაფერში. თუმცა მოხდა ჩვენთან კომუნიკაცია და ჩვენი პერსპექტივა და ჩვენი ისე ვთქვათ ხმა მივიტანეთ და ჩვენი ხედვები ამ მიმართულებით. ალბათ ეს პროექტი მალე გამომზეურდება და ახლობთ ალბათ 2-3 თვეში დაიგეგმება თეთრი ზონების დაფარვის, ანუ ყველა სოფლამდე მისვლის პროექტის საკითხის უკვე მზადგზაში, ასე ვთქვათ რა. ამიტომ ეს პროექტის წელს იმედი მაქვს, უკვე ჩემი ინფორმაციით თითქმის ბოლოშია მისული უკვე კვლევის ნაწილი. კი ბატონო, ანუ ინფრასტრუქტურულად შეიძლება ითქვას, რომ ბევრად წინ ვართ, ვთქვათ. მთავარი გამოწვევა იყო ეგრეთ წოდებული პირველი და შუამილი, ანუ მაგისტრალები, რომელიც იყო დაუძლეველი ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა. ეს ოპერატის მიხედვით და 5G-ზე გადასვლის შემთხვევაში უკვე გვარდება დიდი ოპერატორების, როგორც არის ჩვენი მობილური ოპერატორები, მართლებით მუშაობენ, მაგრამ ოპერატი იყო მთავარი, ასე ვთქვათ, გადამტეხი. საუბარი არის ბოლო მილზე, საუბარი იმაზე, რომ მივიდეთ უკვე დავუშვათ აი
სოფლებიდან უკვე პატარა სოფლებამდე, პოპებიდან პატარა ყოველთვის მოსახლეობამდე, იმიტომ შეიძლება იყოს 5 მოსახლე, 2-1, მაგრამ ყველგან უნდა მივიდეთ. ამაზეა საუბარი, აი ეს ნაწილიც დაიფაროს უკვე ამ ბოლო პროექტით. კი ბატონო, და რომ დაუბრუნდეთ ფორუმს, უკვე საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელ რეალობაში არსებული საკითხები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სექტორში და სფეროში, ასევე თქვენთან მით უმეტეს არის აქტუალური. რამდენად არის გარემო არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზად ჩვენს ქვეყანაში, რომ გითხრათ, ან გლობალური გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ჩვენ რამდენად ვართ, თქვათ, დასავლური ქვეყნების დონეზე იმ ნაწილში, რომ გაუკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და ვთქვათ, ფეხი აუწყოთ საკმაოდ ცვალებად ყოველდღიურობაში ამ ყველაფერს. შემიძლია გითხრათ, რომ რაც შეეხება ხარისხის დონეს ამ შემთხვევაში იმის გამო, რომ ჩვენ შედარებით დაშორებული ვართ ევროპის ინტერნეტის ხაბებს, გამოწვევა მათთან შეერთების ფასების და სიმძლავრის რჩება კვლავ და ეს უნდა აუცილებლად მოგვარდეს. არის რამდენიმე შეერთება თურქეთის გავლით, იგივე შავიზღვისპირეთის გავლით, თუმცა ამ უკვე საჭიროა დაახლოებით სხვა სიმძლავრებზე საუბარი, სხვა ფასებზე საუბარი, იმიტომ რომ 5G-ზე გადასვლა არსებითად გაზარდა, გაათმაგა, გაასმაგა ჩვენი ტელეფონების ხარისხი, შეერთებების ხარისხი, სიჩქარის მოთხოვნები, ამიტომ აი ამ მიმართულებითაც აი ტრანზაქცია 5G-ს და ტრანზაქციასაც თქონდა კავშირში ამ ყველაფერთან, ეს ყველაფერი მოითხოვს ეს სასწრაფო დარეგულირებას. ამიტომ არის საუბარი იმაზე, რომ კონკურენცია და მათ შორის გლობალური ინტერნეტის ყოლის საკითხის ამის ნაწილია, იყოს დარეგულირებული, მათ შორის სიმძლავრეები, მათ შორის უნდა გაიზარდოს აუცილებლად არსებული სიმძლავრეები უკვე აღარ არის საჭირო და ფასებიც სიმძლავრეების დასანერად უნდა შემცირდეს. ამიტომ ეს ყველაფერი უკავშირდება ბოლო მომხმარებლის ხარისხს, ფასებსაც და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ ფაქტორსაც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თქვათ, რომ ცოტა ესე ვთქვით, რამოდენიმე გამოწვევა არის, რომელიც აუცილებლად უნდა დაიძლიოსო ჩვენც, ესე ვთქვათ, თავი ვიზოთ ისე როგორც ევროპული ინტერნეტ მომხმარებელმა. კი ბატონო, და ეს არის პროცესი, რომელზეც აქტიურად მუშაობთ და არის დადებითი ტენდენციები. შესაბამისად 2026, როგორც აღნიშნეთ, იქნება გარდამტეხი და სასაუბროც იქნება ბევრად მეტი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გემშვიდობებით. უჩასეთური მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ძალიან მნიშვნელოვანი ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე, რომელიც უკვე მე-10 იმართება ჩვენს ქვეყანაში და როგორც მოვისმინეთ, მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე იქნება მსჯელობა ამ ფორუმზე საერთაშორისო მასშტაბით.